დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოიკითხა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი 3 მოწმე პოლიციელი და ამ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეც და ასევე მოწმე პოლიციელებიც ამბობდნენ, რომ ბექა გოცირიძემ მეორე გამოკითხვის მოთხოვნით თავად მიმართა საგამოძიებო უწყებას, რადგან გოცირიძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კადრებით და ასევე ტელევიზიაში გასული რეპორტაჟებით აღედგინა კადრები და გაახსენდა, რომ მას რუსთაველის გამზირზე თან ჰქონდა ცივი იარაღი დანა, თუმცა გოცირიძე ამტკიცებს, რომ მას შემდეგ, რაც მასზე მოხდა ფიზიკური ანგარიშწორება, დანა დაუვარდა და ეს დანა მას მოქმედებაში არ მოუყვანია. დღეს დაცვის მხარეს ჰქონდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოწმე პოლიციელებთან კითხვები, იმასთან დაკავშირებით, მანამდე პირველ გამოკითხვის დროს დაუსვეს თუ არა კითხვები გოცირიძეს ცივ იარაღთან დაკავშირებით, თუმცა ეს ფაქტები დღეს მოწმე პოლიციელებმა ვერ გაიხსენეს, შესაბამისად ახლა უფლებადამცველები პირდაპირ ამბობენ, რომ მინდია და თორნიკე შერვაშიძის საქმეები თავიდან ბოლომდე არის შეკერილი და ბრალდების მხარე ვერ ამტკიცებს იმას, რომ დაკავებულები თავად დაესხნენ თავს ბექა გოცირიძეს. ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც გამოკვლეული არის და დათვალიერებული ბრჭყალებში გამომძიებლების მხრიდან დათვალიერების ოქმში არ აქვს ასახული სრულად ინფორმაცია. გამომძიებელმა ასახა მხოლოდ ის ფაქტები, რაც მათი გადმოსახედიდან ამყარებდა იმ ბრალდებას, რა ბრალდებას ბიჭებს აქვს წაყენებული. არასახა ის ბრალდება, რომ ეს ადამიანები მანამდე თავისთვის ერთი სავალ ნაწილზე იჯდა, წყნარად იყვნენ, იქამდე სანამ ამ ადამიანმა არ გამოიარა აგრესიულად გინებით და ლაივის გადაღებით. მიმართვის შემდეგ რატო იღებდა ლაივს, ეს კაცი გახდა აგრესიული, მანამდე აგრესიული იყო თავისთავად, იგინებოდა და უკვე მოხდა ის რაც მოხდა. რატომ მქონდა ბექა გოცირიძეს დანა? ის იყო კალაძის ღონისძიებაზე, რისთვის ჭირდებოდა დანა? მისი თქმით, დანა ჭირდებოდა საჭმელით დასაჭრელად და არ ვიცი რომელ ფაცხაში აპირებდნენ ეგ და კალაძე ერთად რომ დაეჭრათ ვაშლი, თუმცა ჰქონდათ ამას განმარტავს, რომ ხელში ეკავა დანა ამის გამო. გამოიკითხა გამომძიებელი, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ამ ადამიანის მიერ ჩატარებული ვიდეო, ძირითად ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალის დათვალიერების ოქმები. ეს არის მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა ბრალდების მხარე თავიდან ბოლომდე. მოსამართლემ საკუთარი თვალით ნახა, რომ მაშინ როცა თითქოს და თოკოთოშყუას და მინდია შერვაშიძის მხრიდან ძალადობას აღწერს გამომძიებელი, სპეციალურად განზრახდა მიზანი მიმართულად ტოვებს მისი აღწერილობიდან ბექა გოცირიძის მიერ მინიმუმ 2 ადამიანზე თავდასხმის ფაქტს. ჩვენ დავადგინეთ და დავადასტურეთ ის ფაქტი უთყურად, რომ ამ კონკრეტულ ადამიანს მიზნად ჰქონდა აღეწერა კონკრეტული ადამიანების მოქმედება და პირიქით დაემალა კონკრეტული ადამიანების მიერ ჩადენილი დანაშაულები. თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძის სასამართლო პროცესი შემდეგ კვირაში გაიმართება და კვლავ ბრალდების მხარე გააგრძელებს მოწმეების გამოკითხვას.